მაგასამობით მომავალი ტივის ეთერშია ყველაზე შემოქმედებითი გადაცემა არის თაობა მე კი სოფო შენგელია ვარ. ვიყურეთ და ერთად შევქმნათ მომავალი თაობის ხელოვანებს მოტივაცია. გავიცნოთ ჯერ კიდევ უცნობი შემოქმედებითი ადამიანები და გავიხსენოთ კარგად ნაცნობთა შემოქმედება. ეს კი მინდა გაგაცნოთ ძალიან ნიჭიერი მხატვარი ლაშა გოგებაშვილი. მოგესალმებით ლაშა, დიდი მადლობა მოსვლისთვის. მოდი პირველ რიგში გააცანი მაყურებელს შენი თავი. ჩემზე რა შემიძლია რომ ვიხარ? ლაშა გოგებაშვილი, ჯერჯერობით ვარ სკოლის მოსწავლე, 24 სკოლის მოსწავლე, მეთერთმეტე კლასზე. რა ხდება შენ ირგვლივ დღეს რა საქმიანობ სკოლის გარდა? სკოლის გარდა ამჟამად არაფერს არ საქმიანობ, მომზადები გამოცდებისთვის. მე წარმატებები გამოცდებში. სწავლა ხატვაში, ან ხატვა სწავლაში არ მიშლის ხელს? არა, სიმართლე გითხრათ არანაირად, რომ მე მარტო მაშინ ვხატავ, როცა სიამოვნებს ან მუზა მოდის და სიმართლე გითხრათ ეს დიდ დროს არც იკავებს შემთხვევაში. კარგი. მოდი დავიწყოთ სულ თავიდან. პირველად როდის დახატე, ან პირველად როდის მიხვდი, რომ ეს ხატვა იყო, რაც შენ გინდა და შენი პირველი ნახატი რაც მოგეწონა, როდის იყო? რაც შეეხება ხატვის დაწყებას, ხატვა დავიწყე ბავშვობაში. პერსონაჟების, მულტფილმის პერსონაჟების ხატვით და როცა მივხვდი რომ ხატვა ის იყო რაც მინდოდა, ალბათ როცა პირველად დავიწყე ფერებში ხატვა, ემოციები და თემები უფრო ჩანდა. ძალიან კარგი. დღეს ხატვა არის შენი ცხოვრების სტილი თუ უბრალოდ ხატავ განწყობისთვის? ჩემი ცხოვრების სტილი არის ერთგვარად, იმიტომ რომ ყველანაირი ემოცია და გრძნობები ჩემთვის ალბათ ნახატებშია. როგორც თქვი, ჯერ ხარ სკოლის მოსწავლე, ხარ პატარა. სკოლის დამთავრების შემდეგ შენ უნდა ერჩიო გზა, რომელიც გაყვება მთელი ცხოვრების მანძილზე. ეს არჩევანი იქნება ხატვა თუ კიდევ სხვა რამეს გინდა რომ გააკეთო ცხოვრებაში? ის დამგონია ხატვა იყოს, რომ ხატვა ჩემთვის არ მინდა იქცეს პროფესიად. ხატვა ისეთ რამეა, როცა ემოციები მოწვევა, მხოლოდ ემოციების სახლი არის ჩემთვის ეს ნახატები და პროფესია ალბათ რამე სხვა იქნება. ძალიან კარგი. რამე გამოფენებში თუ იქ მონაწილეობდი სხვადასხვა პროექტებში? არა, არ მიყი არასდროს. რატო? იყო რაღაცა კონკურსები, მაგრამ არ ვარ ხოლმე ისე რომ რაიმეს შეკვეთით დავხატოთ, ესე უხეშად რო ვთქვათ. მაგრამ ძალიან ჩემი უნდა იყოს ნახატი, რასაც ვხატავ. რაც შენი არის ეს ნახატი, ის რო გაიტანო გამოფენებზე თუ არა? არ ვიცი არასდროს. ამბობენ მხატვრები ცოტა განსხვავებულად აზროვნებენ, შენ თუ გაქვს რაიმე შენი განსაკუთრებული მხედველობა ზოგადად ან რაიმე საკითხის მიმართ? არ ვიცი, სიმართლე გითხრათ, მე მგონია რომ ყველა ადამიანი განსხვავებულად აზროვნებს. თავდაპირველი შეიძლება თავისუფალი აზროვნება, თუ შეიძლება გამიხატოს მხატვრობა, თავისუფალი აზროვნება არის ჩემთვის პრიორიტეტული და არ აქვს მნიშვნელობა ეს რა საკითხია იქნება. ან რაც გულისხმობთ, არის ჩამოყალიბებული საზოგადოებაში რაღაც კონკრეტული სტერეოტიპები, რასაც ეთანხმება საზოგადოების უმეტესი ნაწილი. არა, სტერეოტიპებს არანაირად დავეთანხმებით, ზოგადად სტერეოტიპების ცნება ჩემთვის ძალიან მიუღებელია, არ შეიძლება რამე დოგმებით იცხოვროს ადამიანი. ძალიან კარგი. როგორ ხატავ ხოლმე? ანუ რამე გარემო განსაკუთრებული გჭირდება თუ არ აქვს მნიშვნელობა? გარემო თუ ხატვა მინდადი და დამჭირდება, მაგრამ აქვს რაღაც ადგილი, სადაც ხატვა ყველაზე მეტად მიყვარს. მაგალითად ჩემი ოთახი. შენი ოთახი. ძალიან კარგი. პოეტებს ნებისმიერ დროს შეუძლიათ მაგალითად მუზა მოუვიდეთ. შენც ეგრე ხარ, ნებისმიერ დროს შეგიძლია ხო დახატო, რაც მოინდება, როცა იქნებ თუ არა ეგრე? ნებისმიერ დროს როცა მოინდება, კი. ჩემი და ნებისმიერ დროს დავიწყო ხატვა. თავარია სწორ თემა ვიპოვო. კარგი, როგორია შენს ხელშემოსავლებლობა? გიწყობენ ხელს ხატვაში, ამ კუთხით შენი თავის განვითარებაში თუ არა, სხვადასხვის ხატვაში ხელს დიდად არ მიწყობენ, ანუ ალბათ არ ჭირდება რა ხან პროფესია დარჩევას არ ვაპირებ. ძალიან პირადულია ჩემთვის, საზოგადოება არ იღებს მოგებას, უბრალოდ ერთადერთი რაც მათგან შეიძლება დახმარება იყოს მათი კომპლიმენტები და როცა რა თქმა უნდა ხალხს მოწონს შენი ნახატები, мотиваცია ერთვა. ძალიან კარგი. ან კონკრეტულად რას გულისხმობ? იცი, აი ხარ საზოგადოებაში, მაგალითად სახლში, სადაც არიან შენი ოჯახის დანარჩენი წევრები და შენ გინდა ამ დროს დახატო. გაქვს მუზა, გაქვს გრძნობების შემოტევა და გინდა განმარტოება. აი მაგაში თუ გიწყობენ ხელს იმას ოჯახის წევრები ან მეგობრები? მაგაში მიწყობენ ხელს, მაგალითად ჩემთვის უფრო ოჯახის წევრებს მაგამდე საუბარი, ადამიანმა იციან როცა მე ვხატავ, მაგალითად მუსიკა არის, თუმცა დაზახება და ოთახში შემოსვლა არ შეიძლება. გაქვს შენი ადგილი, რომელიც საკუთარი შენია, სადაც თავს ძალიან მშვიდად, კარგად გრძნობ? კი, აი ერთ-ერთი როგორც ვახსენე არის ჩემი ოთახი და ერთი არის სოფელში.
ჩემი აივანი. სოფლის მოგვიყვება შენ აივანზე აგვიხსარე როგორი გარემოა შეიძლება. ჩემი აივანზე ჩემი აივანთან მთები ჩანს. ყველაზე კარგი რაც არის და ყველაზე მეტად იმიტომ მიყვარს რომ ბავშვების ბევრი გოგონება მაკავშირებს აქ. ეს ხომ ჩვენი ერთგვარი სასახლე. ჩემი და ჩემი მამიდა შორის. ძალიან კარგი. შენი სტილი თუ გაქვს მხატვრობაში? ან ნიშანი რაც სხვა მხატვრობისგან გამოგარჩევს? რთულია ისეთი სტილი კონდეს რომ ყველა მხატვრისგან გამოგარჩევდეს, მაგრამ ერთ-ერთი რაც მახსენდება ძალიან ბევრი ფერები იყო. ამ ბოლო დროს შემიყვარდა ძალიან ბევრი ფერი. და ყველა ფერი ჩემთვის რაღაცასთან ასოცირდება. ანუ მრავალი ფერით. ძალიან კარგი. შეგიძლია მითხრა შენთვის რაც ნიშნავს ხატვა? ჩემთვის ხატვა ეს არის გზა გამოხატოს შენი ყველანაირი ემოცია, განცდა, ჩადო აზრი. როგორ ხატავ? შეგიძლია მომიყვე აი რას გრძნობ, რა ხდება ამ დროს? როგორ ხატავ? პირველ რიგში ძალიან მეხმარება ხატვაში მუსიკა. ვუსმენ მუსიკას, რაიმე ისეთ შვიდს ტექსტის გარეშე, მაგალითად სიმფონიებს. და არასდროს არ ვფიქრობ წინასწარ რა უნდა დავხატო, ანუ შეიძლება ვიცოდე რა თემაზე უნდა დავხატო, მაგრამ რა გამოვა საბოლოოდ მისგან არ ვიცი. და ნელა შეიძლება საერთოდ არანორმალურად შევიტანო ფერები, მაგალითად ადამიანის სხვა ფერის სახე მივიცი არა, როგორც პირი წამს გაჩნდება გონებაში. ძალიან კარგი. დადიოდი ხატვაზე? ანუ არ გაქვს მასწავლი ხატვის ტექნიკა, როგორ უნდა დადასტუროთ ჭრილები და ასე შემდეგ. ძალიან კარგი, ანუ ბუნებრივი ნიჭი გაქვს. ამბობენ, რომ ადამიანს შეუძლია, ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ხატვა ისწავლოს. ანუ მაგალითად მინახავს ადამიანი, რომელიც ხატავს, შემდეგ დადის პედაგოგთან, ან ხელოვნების სკოლაში, სწავლობს ამ ტექნიკას და რაღაც ნახატები გამბოძის. შენ როგორ ფიქრობ, შეუძლია ადამიანს ისწავლოს ხატვა, თუ ეს მხოლოდ ტექნიკაა? ჩემი აზრით, ყველა ადამიანს შეუძლია ისწავლოს ხატვის ტექნიკა. იყო მხატვარი და ჩემთანაც არ უწოდებ ჯერჩევით ხატვას და ამბიციური უნდა თქვა მეც და სხვა რამეა, მაგრამ უფრო უნდა იცოდე რა დახატო. არ უნდა გავდე შენი ნახატები რაღაც ნახაზებს. ძალიან კარგი. ცხოვრების კუმილი თუ ყავს? მხატვრობაში? თუ ზოგადად? არ ზოგადად. იმერთი პიროვნება, რომელიც ჩემთვის არის კუმილი იდეალი. არა. მგონი არა. არიან ადამიანებს ძალიან მომწონს, ძალიან მიყვარს, მაგრამ კუმილი ესევე დავარქვა. მაგალითად ირაკლი ჩალკვიანი ჩემთვის ძალიან მაგარი პიროვნებაა. რატო? პირველ რიგში იმ რევოლუციის გამო, რაც მან მოახდინა ქართულ საზოგადოებაში, თუნდაც როგორც ახსენე სტერეოტიპების გრევის გამო, საერთოდ დაანახა ხალხს, რომ ხელოვნება არ არის რაღაც მარტო სუბუქი, შეიძლება ხელოვნება გადადეს პოლიტიკაზე, აზროვნების პირიქით ხელოვნების დავალება, ჩემთვის ეგ არის, რომ აზროვნება შეცვალოს ადამიანში. აი, ჩალკვიანი მას მგონი ძალიან მაგალითად ეკეთება. შენ დამოკიდებულება ირაკლი ჩალკვიანის მიმართ. ირაკლი ჩალკვიანის მუსიკას ძალიან მიყვარს, რომ პროტესტით სავსე მუსიკა აქვს ძალიან ხშირად და პროტესტი ჩემი არის ერთ-ერთი ისეთი რამაა, რაც ადამიანის გონების განვითარებას ძალიან ეხმარება. ემთხვევა ირაკლი ჩალკვიანის პროტესტი შენს პროტესტებს? ხშირად ემთხვევა, ხშირად აღარ ემთხვევა, იმიტომ რომ ირაკლი ჩალკვიანი უფრო ისეთ ეპოქაში ცხოვრობდა, რომ ის პრობლემები როგორც იქნა მოიხსნა დღევანდელ საზოგადოებაში, თუმცა რაღაც პრობლემები არის ისე. კარგი, დავუბრუნდეთ ისე შენს საკუთარ თავს ხელოვნების სხვა დარგებში თუ ხარ გაინტერესებული და გატაცებული? არა. ძალიან მეგობრად ხელოვნება ძალიან მიყვარს, მაგრამ მე პირადად ხატვის გარდა არაფერი არ გავამის. ან სხვა დარგები შენ თუ მოგწონს, ან მუსიკა? მუსიკა კი და ხშირად ძალიან ეხმარება, განსაკუთრებით კლასიკური მუსიკა. ძალიან კარგი. როგორ ხედავ მომავალში შენს თავს? ჩემ თავს მომავალში ხედავ ძალიან პატარა სახლში, ისევ ჩემი სამოყვარულო დონეზე შესრულებული ნახატებით გავსებულ ოთახში, ჩემი საყვარელი საქმით, დღემდე არ ვიცი ეს საქმე რა იქნება, მაგრამ ზუსტად ვიცი რომ ეს არ იქნება ბიზნესთან დაკავშირებული. ჩემს ფსიქოლოგია ძალიან მომწონს, ხოშოშ უნივერსიტეტი ძალიან მომწონს. და რაიმე ასე საქმეში ჩემი თუნდაც საშუალო დონის შემოსავლით და ჩემს ბედნიერ ცხოვრებას ჩემ გველთან და კატასთან ერთად. გველი და კატა რატო? ძალიან მიყვარს და ვცდილობ რომ ყავდეს, მაგრამ სამწუხაროდ ჩემი ოჯახის წევრები ვერცი ერთ სიტანით და მეორეს მithumetes. ნუ მეორე გასაგებია. ძალიან მცნაური გემოვნება გაქვს ჩემი გადმოსახედიდან. პირად ცხოვრებაში რა ხდება ლაშა? პირად ცხოვრებაში საერთოდ არაფერი არ ხდება.
ანუ შენი შემოქმედება პირად ცხოვრებისგან დაშორებული არის, როგორც მივხვდი. კი. ანუ არ აქვს პირად ცხოვრებას, პირად ცნობებს. პირად ადამიანი მუზა არ ჭირდება ხოლმე. არა ადამიანი მუზა არა, მაგრამ ზოგჯერ არის, როდესაც ხდება პირად ცხოვრებაში რაღაც, ან პირიქით გიძლიერებს ხატვის სურვილს, ან გიძრგუნავს, ეს ხდება ყველა ცხოვრებაში. არის ეგრე? შემთხვევაში ეგეთი მომენტი არ დამტკარაჩერა. პირიქით როცა ყოფილა მაგათ გადაცებული უფრო შეუზღუდავს რაღაც ხრი, იმიტომ რომ მდომები დამეხატა ისეთ რაღაცებს, რაც იმ ადამიანს მოეწონებოდა და მე მივხვდი რომ ცუდი არის. ან შენი პირადი სივრცე ნორმალურ როგორ წარმოგიდგენია? ჩემი პირადი სივრცე ნორმალურია. ჩემი პირადი სივრცე ნორმალურში წარმოგიდგენია, ისევ ჩემს საყვარელ ადამიანებთან ერთად. მაგრამ აუცილებლად ნოთვარობდე მარტო. რაღაც პერიოდი მეც. აჰა. გაქვს რა ოცნება? ოცნება როგორ გიხართ? ანუ ხშირად მიჯერს ხოლმე განსხვავება რა არის ოცნება და რა არის მიზანი. ან მიზანი ძალიან ბევრი მაქვს, რასაც ძალიან მინდა რომ მივახტიო, მაგრამ ჩემთვის ოცნება ცოტა მიუღწევად რაღაცეებთან უფრო ასოცირდება. და მიზანი მაქვს რომ ვიცხოვრო ცოტა ისე როგორც რა გიხართ და ოცნება ამჟამად არაფერი არ აქვს. ძალიან კარგი. და კონკრეტული გეგმები თუ გვაქვს სამომავლოდ? კონკრეტული გეგმები თავისუფალ უნივერსიტეტში მინდა პირველ რიგში ჩაბარება, მართვის სკოლაში. და ზუსტად იმიტომ რომ არას კონკრეტულ საქმეს არ მოიცავს ეს სწავლობ ფსიქოლოგიას, ფილოსოფიას და ასე შემდეგ, რომ ეს მომიცემს ალბათ საშუალებას. მე რაღაც წლების მანძილზე გავაკეთო არჩევანი. ჯერჯერობით უახლოეს გეგმები ეს არის და უფრო შორს გავფიქრე. მაშინ როგორც მითხარი, გადაწყვეტა რომ სხვა პროფესია აირჩიო, მომავლისთვის. მართვა ხო? რატო გადაწყვეტა ეს პროფესია აირჩიო და არა მხატვრობა? იმის გამო ხომ არა ცოტა რთული არის საქართველოში მხატვრობით? ხო, რა თქმა უნდა, ესეც არის, რომ რომელი ქართველი მხატვარი გინახავთ, რომ საქართველოში ყიდეს მაგალითად პროდუქტს, ვინც არიან ცოტა ცნობილი, ისიც საზღვარგარეთ არის და რასაც ვუყურებ, ძალიან ბევრი ნახატი მინახავს მაგალითად თუნდაც ქუჩაში და იყიდება ერთი ან ორი და ეს არ შეიძლება შემოსავლის წყარო იყოს. ძალიან რთული ამით ფული შოვნა. ეს რა თქმა უნდა მატერიალური ხარიც არ აქვს. შენი აზრით რატო ხდება საქართველოში? რატო არის ეს სიტუაცია? არ ვიცი, ალბათ თვითონ მარტო ხალხს არ შეიძლება რომ დავაბრალო, რომ ხალხს მაგალითად მხატვრობა არ უყვარს. შეიძლება უბრალოდ ისიც იყოს, რომ ხალხს ნაკლებად ფიქრობდეს ახლა მხატვრობაზე, იმიტომ რომ სხვა პრობლემები აქვს ხალხს. გარდა ამისა, ისედაც არ არის ეს დარგი ალბათ იმდენად განვითარებული. არ უყვართ ხალხს მხატვრობა, არ ვიცი. ბევრი სხვა პროფესია მაგალითად უფრო მაღალანაზღაურებადია, მაგალითად მომღერლები უფრო ადვილად შეუძლობენ ფულს თავიანთი საყვარელი საქმით და მხატვრობითი რთულია ცოტა, ამით ვერ გეტყვით. ხალხის სიყვარულის ბრალია თუ მე ჩემი გადაცემის ისტორიიდან გეტყვი, რომ არც მომღერლებს არ აქვს დაგამშვიდები, მაგრამ კარგი სიტუაცია, იმიტომ რომ ყოველთვის ყველა უჩივისა საქართველოში კარგი ღონისძიებები არ ტარდება და არ არის მოთხოვნადი ხელოვნება. აი როგორც შენ თქვი, გაგივლე ქუჩაში და მინახავს გამოფენილი ნახატები. მეც მინახავს, მომწონებია, მიკითხავს ფასი და მითხეს საკმაოდ ძვირი. როგორ ფიქრობ, რატო, როდესაც საქართველოში არც ისე მოთხოვნადი არის ეს მხატვრობა, რატო ადებენ არ ჯობია შენი აზრით, რომ ფანაკრები ფასი დაადნებებები გაიყიდოს? ხო, მაგრამ სხვა შორის ისეთი კარგი და დიდი ნახატები, როგორც ვთქვით, არც იაფია. თვითონ დასახადაც ძვირი ხდება, მაგალითად თვითონ ტილოც ძვირი ღირს, ის ფუნჯების აღება ყველაფერი ფულს მოითხოვს და თუ არ მაგალითად პირობითად რო ავიღოთ ფასები, ეს ყველაფერი 20 ლარი დაგიჯდება, შეიძლება 30 ლარად ნახატის გაყიდვა დაგენამოს კიდეც, მაგალითად ჩემთვის 10 ლარად ნახატის გაყიდვა და რთული იქნება. იმიტომ რომ რაღაც შემთხვევასაც ხოვს ღირებულებითი ფასი. და ალბათ ამიტომ ანუ მხატვრობის მესმის რომ ძვირი გოხის ეს არც მიგვირს ნახატები, იმიტომ რომ ძვირიც არის მასალა და მათთვის ძნელია ალბათ ნახატის გაყიდვა. ძალიან საინტერესო მოსაზრება იყო. ზოგადად მხატვრებზე ამბობენ ხოლმე, რომ უცნაური ხალხი არის, არა მხატვრებთან, ჩვეულებრივ ადამიანებთან კონტაქტი უჭირთო. შენ როგორ ხარ ამ მხრივ? რამდენად უცნაურად ვთქვი საკუთარ თავს? არ ვიცი, რამდენად კონტაქტური ვარ. კონტაქტი არ არის ადამიანებთან. უცნაური ალბათ ხან მაქვს ხოლმე ჩემი გადახრება, ისიც მარტო ჩემ თავთან რო დავრჩები. არ ვიცი, ალბათ
რა გითხრათ, უცნაურად მიყვარს გართობა. პატარა ბავშვისთვის რო არის საფერისი ეს რაღაცა გამიკეთებია, მაგალითად, საბანოში ჩამისხამს, წყალი გამიქცევა და საღებავები ჩამისხია შიგნით სხვა ფერებმა ახლა. მაგრამ როგორც ასეთი ადამიანთან მიმართებაში არ უცნაური დიალოგი ხოლმე უცნაური. ხალხი შეიძლება იმასაც ვთქვიდეს უცნაურად, რომ ყოველთვის მაქვს ჩემი აზრი და შეიძლება ძალიან განსხვავებული აზრი იყოს ეს ქვისგან და ჩემთვის მისაღები არის ეს და მე როგორც აღნიშნე, გინდა მარტო ცხოვრება რაღაც პერიოდის განმავლობაში მაინც თუ ხალხთან ურთიერთობის პრობლემა არ გაქვს, რატო გაქვს სურვილი? რატო არ გინდა ოჯახის წევრებთან ცხოვრება? მარტო ცხოვრება ალბათ იმიტომ რომ დამოუკიდებლობის და პირველ რიგში ალბათ იმიტომაც რომ ჩემი პირადი სივრცე მეკდება, ხალხთან კონტაქტი კარგია, როცა გარეთ გადიხარ, მეგობრებთან გადიხარ, მაგრამ მინდა ზუსტად ეს რომ როცა სახლში მოვალ, იყოს სიმშვიდე და იყოს მარტო ჩემი სამყარო, თან როცა ადამიანთან ცხოვრობ, მასაც უნდა გაუწიო, ხო? ანგარიში. ყველა უნდა შეთანხმდეს და რატოღაც ისევ ეს დამოუკიდებლობის ის მაგ და აბსოლუტური თავისუფლება მინდა ჩემს სახლში მაინც. მაგრამ შენ ხო თქვი რომ გაგვშენი ოთახი თუ ეს არ ყოფნის ის უფრო გინდა უფრო დიდზე გაშალო ხები ძალიან საინტერესოა. კარგი საყვარელი მსახიობი მხატვარი თუ ყავს უკაცრავად? საყვარელი მხატვარი ბოსხს გამოვარჩევდი. ბოსხი მიყვარს ძალიან, იმიტომ რომ ძალიან ბევრი დეტალით გაშხენთელი ნახატები აქვს. გარდა ამისა პროტესტიც აქვს, ნახატებიც აქვს და სხვათა შორის ძალიან უცნაური ფაქტია ისიც, რომ ძალიან ააბნევთ ეს კრიტიკოსებს, რომ ბოსხი ყოველთვის ეწეოდა კათოლიკური ეკლესიის კრიტიკას და ამ პერიოდში კათოლიკური ეკლესია ძალიან ძლიერი იყო და იმდენად საოცარი იყო ბოსხი და იმდენად უყვარდა თვითონ იმ პერიოდში ხალხს, რომ კათოლიკურ ეკლესიას კი არ შეეძლო მისი დაჩრდილვა. თუმცა მაშინ ინკვიზიციით ემუქრებოდნენ ასეთ მხატვრებს. რენესანსის პერიოდიდანაც მიყვარს მიქელანჯელო, მაგრამ ზოგადად გასაკვირად იყოს რენესანსი არ მიყვართ, მიუხედავად რომ მწვერვალად იწვება მხატვრობის, ჩემთვის ზედმეტად უემოციოა ნახატები რენესანსში. მისმის ეს იდეალური ფიგურები, მაგრამ ჩემთვის ნახატებში თავარი არის ემოცია. საუდოდ ძალიან მიყვარს. საინტერესოა. ანუ ეხლა როგორც ჩავაპარაკობ, ძალიან გასაცნობიერებული ხარ მხატვრობის ისტორიაში, ხო? ხელოვნების ისტორიაში. ეს შენი სურვილით წამოვიდა, უბრალოდ გაინტერესებდა თუ იყო მშობლებიდან სკოლის გავლენა? არა, ეს ჩემი სურვილით იყო, როცა ნახულობ ადამიანის ნახატს, ყოველთვის მაინტერესებს იმ ადამიანის სივრცე. და რაღაც პერიოდის მერე აღმოვაჩინე, რომ მართლა ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ამ მხატვრობაში. რა სივრცეში არის, რა ეპოქაა. მაგალითად, როგორც ავახსენეთ, თქვათ, ჩარკვიანი, ხო? სხვა პრობლემები იყო და სხვა პრობლემებზე მღეროდა. ზუსტად ასეა დაახლოებით მხატვრები, მაგალითად, რენე მაგრეტის ერთ ნახატს მოვიყვან, მაგალითად, თავიდან რომ ნახეთ, ძალიან ორიგინალური იყო ეს ნახატი ჩემთვის, მაგრამ ვერ მივხვდი რა იყო აზრად, ეს ნახატზე არის მოკედრო მაგიხსნათ დივანზე დევს კუბო. და ჩანს კაბის ბოლო კუბოდა და ძალიან გამიკვირდა რა იდეა იყო ამაში და მე აღმოვაჩინე რომ ეს ნახატი დაახლოებით 1 ან 2 საუკუნით ადრე აქვს დახატული დავით და უბრალოდ აქცევს ძალიან ლამაზი ქალი და ეს ქალი იყო სილამაზის სიმბოლო, სიკეთის და სისპედაგის სიმბოლო და როგორც რენე მაგრეტი არის პირველი მსოფლიო ომის შემდეგ მხატვარი ამ დროს უკვე შიმშილობა იყო და რენე მაგრეტმა ამით თქვა რომ სილამაზე და სიკეთე მოკვდა ამ პერიოდში შიმშილობა გადაახა, ამიტომ ეპოქას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მხატვრობის შემოქმედებაში და ამიტომ ყოველთვის მაინტერესებს ხოლმე და ყოველთვის ვიკვლევ რა ხდებოდა ამ დროს. ანუ შაროდესაც უყურებ ნახატს, მოგწონს ვიზუალურად, მაგრამ გაინტერესებს იმის უკან რა იმალება მთელი ისტორია. ქართველი მხატვრობის შემოქმედებას თუ იცნობ? ქართული მხატვრობის შემოქმედებას იმასთან არ ვიცნობ. არ ვიცი, არ მომწონს დიდად ალბათ და იმიტომ მაგრამ ერენი ახვლედიანის რამდენიმე ნახატი ძალიან მომწონს, ძალიან ლამაზი პეიზაჟები აქვს. სხვა ეს ვერასდროს გამოვარჩევთ. დღევანდელ ეპოქაზე, რას ვფიქრობ იმ ეპოქაზე, სადაც შენ ცხოვრობ, როგორია ეს ეპოქა შენთვის? ეს ეპოქა ცოტა რთულია, იმიტომ რომ ძალიან ბევრი სიახლე არის ერთდროულად და ამ სიახლეების მიღება, როგორც ვხედავ, საზოგადოებას უჭირს. რაღაცებს ქართულ საზოგადოებაზე მაქვს ამჯერად საუბარი, რაღაცებს ან ძალიან არ იღებენ, ან იღებენ იმდენად, რომ ჩემთვის პირადად ეს უმსგავსობაში გადადის ხოლმე. ადამიანები ვერ არჩევენ რა არის მისაღები და რა არა.
სიახლეები ზოგადად ჩემს ყველანაირად მისაღებია, მაგრამ ყველაფერს დამახინჯება იციან ზოგადად საქართველოში და ეს ყველაზე მეტად არ მომწონს. მაგრამ მოდერნ ეპოქაში მომწონს ის, რომ ალბათ ინკვიზიციით არავინ არ დაგემუქრება რა აზრიც არ უნდა გაგაცდეს და აზრის თავისუფლება მაინც არის, თავი თავისუფალი აზრი არსებობდეს. ლაშა შენ რომელ ეპოქაში ცხოვრობდი ან სად რომ მქონდეს შესაძლებლობა რომ თვითონ აირჩიო? რომელ ეპოქაში ცხოვრობდი პოპულს. რომელ ეპოქაში ალბათ მიუხედავად რომ რენესანსის ხატრობა დადამოყოს, რენესანსში მაინც ვიცხოვრებდი რომ ყველაზე დიდი დანასწაურებადი იყო მაშინ ხატრობა და ალბათ მაშინ მაინც შეძლებდი რაღაც ჩემი საყვარელი პროფესიით მემუშავა, არ ვიცი. კარგი პერიოდი იყო რენესანსის პერიოდი. მაგრამ მაშინ საქართველოში არ უნდა გეცხოვრა და მაგრამ ფიქრია მაგაც მართლა გითხრათ. ანუ უფრო ევროპისკენ რენესანსის ევროპასკენ. თანამედროვეობასაც არ უჩივი კიდეც ფოთო შორის. თანამედროვე ხელოვნებაზე რა აზრის ხარ? ხა უფრო განვითარდა ხელოვნება, უფრო მეტი სახეობა არის, უფრო განსხვავებული ტრადიციულისგან. თანამედროვე ხელოვნებაში, ან თანამედროვე ხელოვნებაში მომწონს ის, რომ საკმაოდ აზრი არის მნიშვნელოვანი აქ. ძალიან ბევრ ნახატზე უჩნდებათ ხოლმე ესეთ შეგრძნება, რომ ეს რა არის. მაგალითად, გეკდებათ ნანახი, თუნდაც შავი კუბიკი, ან ფერადი კუბიკები ნახატი და ხალხს ძალიან მოგვის ხოლმე როგორ შეიძლება ეს ხელოვნების ნიმუშად ჩაითვალოს და მე მაგალითად მისმის თავი, იმიტომ რომ ახაც თავისი აზრი აქვს ამ ნახატს. მაგალითად, ამ შავ კუბიკში ვინც არ დაინახოს, ამ ჩემი ერთ-ერთი პირველი რეაქცია ეს იყო, რომ ამას რომ მეც დავხატავ, რა არის ამაში განსაკუთრებული და რეალურად თავი აზრით ეს არის ამ ნახატის, რომ როცა ადამიანი მას უყურებს, ხდება რომ ეს თვითონაც შეუძლია და ხელოვნება არ არის რაღაცა მიუწვდომელი, ყველა ადამიანში იმატება რაღაცა ხელოვნება და სწორედ ამიტომაც თანამედროვე ხელოვნების ხატრება ძალიან დასცინეს რენესანსს, რომელიც მუდმივად ქადაგებდა, რომ რენესანსი ის იყო რჩეული მხატვრებისთვის და მონა ლიზას ერთ-ერთ ყველაზე რჩეულ რენესანსის ხატრობაში ულვაშები მიახატეს და ამით დასცინეს მაღალ მატერიალურ ნიმუშებს. კარგი, მოდი გავხსნათ მხატვრობას თანამედროვეობაში ალბათ გინახავს როგორც ჩვენს დედაქალაქში, ასევე სხვა ქვეყნებშიც, ქალაქებშიც უცნაური მონუმენტები და ძეგლები. იმაშიც ხედა რა განსაკუთრებულ აზრს შენ? ყველაფრის რამდენიმე ძეგლი გამახსენდა ახლა, არ ვიცი მართლა გითხრათ. ბევრ ძეგლში მე ვერაფერი ვერ დამინახავს, მაგრამ ძეგლები ცოტა ისეთი რამეა, რომ ცოტა მიგვირს ხოლმე. ანუ თუ ძეგლი უცნაური, ნახატი ჩემთვის მისაღებია, მაგალითად უცნაური იყოს, იმიტომ რომ ეს ხატვის განცდა და ძეგლი ძალიან საზოგადო რამეა. ანუ ადამიანებისთვის უფრო ითმება ძეგლი, ვიდრე შემოქმედი ადამიანის განცდების განუსახატად და არ ვიცი, ამ უცნაურ ძეგლებში ხშირად ვხედავ ხოლმე ვერაფერს. არ ვიცი, ვერ ვეკვირვებოდა იმაში. ამ საქმეში. გასაგებია, რომ მქონდეს შესაძლებლობა მივიწერდი თანამედროვე გამოფენებში მონაწილეობას, რომ იყო შემოთავაზება. კი, გაიმეტებდი მაინც ეს ნახატებს. გამეტება? კი, არა, მე ვიღებდი მონაწილეობას. ეს ტიპური ჩემი ნახატი მხოლოდ ჩემთვის იყოს და ასე შემდეგ. კი. ანუ გინდა შენი შემოქმედება ნახოს ხალხმა გაიცნოს და მოსწონდეს. პრინციპში მინდა რომ ნახონ და რამდენად მოეწონებათ ეს უკვე მათი გადასაწყვეტია. ზოგმა ნახატმა რჩება მინდა რომ გააღიზიანოს საზოგადოება ან რაიმე ამ დაგვარი, მაგრამ თავარი რომ მინდა რომ საზოგადოება ნახოს. თუმცა ეს ადამიანის ფიქრი. საინტერესოა, რატო გინდა რომ გააღიზიანოს, ანუ ეს რაღაც ერთგვარი პროტესტია, ან გააქვს რამე კონკრეტული ნახატი, რომელიც პროტესტია და გინდა ამ ნახატმა გააღიზიანოს თუ რატო? კი, არის ხოლმე რაღაც ნახატებში, მაგალითად მაგრამ ჩემი კლასელების გაღიზიანება მაინც შევცელი ერთი ნახატით, ესე ვიწრო სფეროზე გადავიდეთ, ყავდა 17 მაისი იყო ხო თუ არა ცოტა გების დარღვევა რომ მოხდა და მან თქონდა დახატული ესეთი შემოსილი, მაგრამ ეს ხრიან ტაბულეტი და ასე შემდეგ და ბრბოთი და ძალიან ბევრმა ცუდად გაიგო ეს ნახატი და ძალიან ბევრი ნიშნულობა მისცეს, ამიტომ იყო ძალიან მარტივი. რაც არ უნდა ხდებოდეს ქვეყანაში ჩემთვის მიუღებელია სასულიერო პირების აგრესია მაგალითად. ანუ ადამიანი რომელიც ქადაგებს და გვასწავლის ისეთ რელიგიას როგორც ქრისტიანობა და კაცმოყვარეობას, ჩემთვის მიუღებელია ის დააბოდეს სკამით ხელში. და ეს რაღაც არის რაღაც ნახატები, რომელიც საზოგადოებას მინდა რომ დავანახო, რომ აი ეს
და ეს შეუსაბამოა, როგორც ანუ მე ფაქტობრივად ისეთი არაფერი არ დამიხატავს, შეიძლება ვიდეო კადრებში თქვათ ეს ნანახი, მაგრამ უხეშად მოხვდათ მაგალითად მამაო და ხელში დაჭერილი სკამი ერთად. ანუ არის რაღაც შეუსაბამი, რომელიც ნახატში კარგად შეიძლება აჩვენო. საკმაოდ თამამად გამოხატა შენი აზრი, ანუ გაგამის შესაძლებლობა როგორც აღმოჩნდა. ხშირად ახსენებ, რომ გაქვს რაღაცების მიმართ პროტესტი. კი, პროტესტი ძალიან ბევრი რამის მიმართ, მაგალითად მაქვს აი სტერეოტიპების მიმართ ძალიან დიდი პროტესტი მაქვს. პროპორს აზრზე მაქვს ზოგადად პროტესტი. ხანდახან ვფიქრობ ხოლმე, რომ კონკრეტული ადამიანის თავისი აზრი არ გააჩნია. რასაც იტყვის 40 კაცი, იმასთან ამბობს 51-ს. ანუ რაღაც პროპორს ნაწილი ხდება უკვე ხალხი და საზოგადოებამ გონია ხოლმე, რომ აღარ არსებობს რაღაც. ჩდება რაღაცა დოგმები, ეს შეიძლება, ეს არ შეიძლება და ყველაფერს აპროტესტებენ ესე თვითონაც რაღაცა ჩაქოლით იმუქრებიან და რაღაცა და ეს რაღაცები ძალიან მახიზიანებს ხოლმე. და ზოგადად ეს რაღაცებზე უფრო მაქვს პროტესტის ცნობა. თავისუფალი აზრის არ ქონაზე მაქვს ხოლმე პროტესტის ცნობა. პროტესტი მიშდება ხოლმე, როცა რაღაცას მიუღებლად აცხადებენ. ანუ არსებობს ადამიანისთვის რაღაც ხო არის, რაც მე არ მომწონს და კიდევ სხვა რამე არ შეიძლება. ანუ ვერასწორება ხოლმე ამ რაღაცებს ერთმანეთისგან. თუ ადამიანს რაღაც არ მოწონს, პირდაპირ გონია ხოლმე, რომ ეს არ შეიძლება და სხვასაც ისეთი სხვას თუ მოწონს, ეს მიუღებელია ხოლმე მისთვის. ამ პროტესტებს მხატვრობის გარდა გამოხატავ კიდევ რამით, ანუ ხატავ, აჩვენებ შენს ახალ პრესს. არ აქვს დიდი კონტაქტები ამ მხრიდან და სხვა რამით თუ გამოხატავ. სხვა რამითაც ისევ საახალო წრეში თუ შეიძლება ამის გამოხატვას უნდაც სტატუსებით, რაღაც განცხადებებით და ყოველთვის მოყვება ხოლმე რაღაც სერიოზული აჟიოტაჟი, მაგრამ ასე თუ ისე მაინც ვცდილობ ხოლმე რომ აუხსნა ადამიანებს რის თქმა სურს. და ხშირად გამომდის კიდეც და ძალიან მიხარია, იმიტომ რომ ვფიქრობ, რომ ჩემი თანატორები უფრო არიან რაღაცების მათ პროგრესულები. მაგრამ მოსვლია უფროს თაობასთანაც კამათი და იმან უკვე ხვდები ხოლმე, რომ ან მე ან ისინი უბრალოდ იმათვის არსებობს მარტო ჩემი აზრი და არასწორი და მაგას უკვე კამათს წვეთ ხოლმე აზრი არ აქვს. კარგი, ლაშა, დიდი მადლობა ძალიან საინტერესო საუბრისთვის, დაგემშვიდობები და წარმატებებს გისურვებ პირად ცხოვრებაში, კარიერაში, სწავლაში. მაგას შეგახსენებთ, რომ ეს იყო არცთავა და მეკი სოფოშენგელია, მამაო სოფოდრამი.